რუსული საინფორმაციო სააგენტოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსი პოლიტოლოგების შეფასებებს ავრცელებენ. ექსპერტთა უმეტესობა აქციების უშედეგოდ დასრულებას პროგნოზირებს. დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის კონსტანტინ ზატულინის აზრით, ქართულ პოლიტიკაში კარგს დასავლეთის ქვეყნები არიგებენ, ამიტომაც მნიშვნელოვან ძვრებს დასავლეთის გარეშე ადგილი არ ექნება. ზატულინისავე განცხადებით, გამორიცხული არაა დაწყებული აქციები ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს. პოლიტოლოგ სერგეი მარკოვის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები უშედეგოდ დასრულდება, რადგან სააკაშვილს ოპოზიციაზე ბევრად მეტი მხარდამჭერი ყავს. ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოება კი მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში მცხოვრებლებს შორის მოიძებნება.